დილამშვიდობის, ახლა პარკინგზე ვიდექი იქ მაღაზიასთან ჯაიანტია ესეთი დიდი მარკეტი და ესეთი მანქანა იდგა ძველი რაღაც ჰონდა სივიკი. ხო და უყურეთ რაღაცები აქ კაც მიწებებული, ესე იგი socialism your ticket to the third world. მესამე ქვეყნაზე და დავიქცევით სოციალიზმის შემთხვევაშიო ტრამპის სურათი ეულდებს რა თქმა უნდა ნომერი დავმალე. ქვევით ტრამპის მომხრეა ჩანს. მერე უწერიათ აი spoiler alert life is not fair. ანუ ცხოვრება არ არისო ძალიან სამართლიანი და ნუ მზად იყავითო. ზევით უყურეთ Trump won get over it. ანუ გაიმარჯვა ტრამპმა და შეურეგდითო რა. აქეთ კიდე რაღაცა მერე მარჯვენა მხარეს ესე იგი if I die don't let me vote Democrat. ანუ რომც ესაო რა ქვია ხო მოკლედ რომ მოკვდებიო დემოკრატების ხარეს მაინც არ დავიჭირო. ახლა უყურეთ ასეთი რაღაცები ხშირად ჩანს ხოლმე მანქანებზე აი რომ მიდიხარ ჰაივეიზე და უწერიათ ეგეთი რამეები და ანუ ორივე მხარის მომხრეებია დემოკრატებისაც რესპუბლიკელებისაც და ძალიან ესე პოლარიზებული აზრებს წაიკითხავ რა თქმა უნდა. ახლა რო საქართველოს რო შედაროთ ხო იქ ასეთი რამე რო დავდო რა ვიცი ან ერთი ან მეორე მხარის მომხრე თუ რამდენი მხარეცაა დღეს ხო ეს ძალიან ცუდია მხარებად როა დაყოფილი და ესა რა ქვია პოლარიზებული როა მაგრამ ალბათ ან ვიღაცა მანქანას გაუტეხავს ან არ არის მასე რა მე ახლა ზუსტად არ ვიცი სიტუაცია მაგრამ ალბათ ანუ ეს რაღაც ტოლერანტობის მაგალითი მაინც არის იმიტომ რომ ეს კაცი დადის ძალიან ბევრი ესეთი ადამიანიც ჩაულის ალბათ ვინც შეაგინებს დედაზე ან რაღაცა მაგრამ არავინ არის რა ქვია არც მანქანას გაუფუჭებს და არც არაფერი ნუ მოკლედ ამ ხრივ ამერიკა ალბათ მაინც უფრო ჯობია ეს ზოგიერთ ქვეყანას რომ ანუ შენი აზრი გაქვს და არავინ თავს არ გახოს თავის აზრს მაგრამ მეორე მხრივ რა თქმა უნდა აქ ეს ფრაგმენტიზაცია და რაღაც ეგეთი ეს საზოგადოების რაღაცა დანაწევრება სხვადასხვა ჯგუფება სხვადასხვა კასტება თუ რა ვიცი ინტერესების ჯგუფება რა თქმა უნდა მედის და ფრაგმენტიზაცია ქვია ეს პროცესი ღრმავდება და რა თქმა უნდა ეს არ არის კარგი აი ახლა ამდენი მკვლელობები მოხდა ბოლო დროს და მაგის გამო ახლა კიდე მედის დებატები რომ აი იარაღის აკრძალვა უნდა მოხდესო რესპუბლიკელები რა თქმა უნდა იცავენ იარაღის ტარების უფლებას, იმიტომ რომ ამბობენ რომ ჩვენი თავის დაცვის უფლება უნდა გქონდესო, რაც ერთი მხრივ მართალიც არის ალბათ, რა თქმა უნდა, მაგრამ მეორე მხრივ ძალიან ბევრი ესეთი დაურეგისტრირებელი და მოპარული და რა ვიცი, ათასნაირი იარაღია, ვიღაცა თუ შეძენა უნდა ვიღაცას აყიდებს თქვა და სახში ნუ შეინახავს და იქნება. და მოკლედ ესეთი სიტუაციაა, მაგრამ აი ტოლერანტობა მაინც ჩანს, რომ აი ეს კაცი დადეს თავისი ძველი სივიკით და არაფერი რა არც შინია და არც არაფერი